არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, წერილი გაზეთი ხარების რედაქციას, 5 წლის იუბილე. ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მშვიდობა თქვენდა. გსურს გავიზიაროთ თქვენი გაზეთის ხარების 5 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სიხარული. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენი გაზეთის, რადგან იგი მტკიცედ დამკვიდრდა მრავალი მორწმუნისა და ეკლესიური ადამიანის, მათ შორის ჩვენი ძმობის ცხოვრებაში. და იმ სასიხარულო ამბის გარეშე, რომელიც გაზეთ ხარებას შემოაქვს ჩვენს გულებში, უკვე ძნელია. 5 წელი ჩვენს სწაფლმავალ და ცვალებად დროში საკმაოდ დიდი პერიოდია და უთუოდ თქვენსა და თქვენს მკითხველს მნიშვნელოვანი სულისთვის სასარგებლო გამოცდილება შეგძინათ. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე გაიარეთ ბევრი სიძნელე და უეჭველად არაერთხელ ხელიც ჩაგიქნევიათ, ეჭვი გაჩენილა არის კი საჭირო თქვენი შრომა. მოაქვს მას სულიერი სარგებელი, გამართლებულია ენერგიის ასეთი ხარჯვა და ამდენი განსაცდელისა და მწუხარების დათმენა, რაც საგამომცემლო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. და ჩვენ, თქვენი მკითხველი გეუბნებით, საჭიროა. საჭირო და აუცილებელიც კი. დიახ, დღეს მრავალი რელიგიური წიგნი, ჟურნალი, ბროშურა და გაზეთი იბეჭდება, მაგრამ რა ცოტაა მათ შორის ჭეშმარიტად ეკლესიური, წმინდა მამების სეული, საიმედოდ დაცული მართლმადიდებლური სწავლება. ამრიგად სულიერი ლიტერატურის მოჭარბების მიუხედავად, მორწმუნენი ხშირად დაუკმაყოფილებლობას განიცდიან, ძირეულად ვერ იკლავენ სულიერ შიმშილს და არც თუ იშვიათად სერიოზულ შინაგან აშლილობას განიცდიან. მაშა ასე, დღეს მორწმუნეთათვის მეტად მნიშვნელოვანია წმინდა მამების სეული, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სიტყვის მოსმენა. საჭიროა სიტყვა არა სიცრუით შეზავებული, ხიბლის საფუარით გაჯერებული, ცრუ განმარტებით დამახინჯებული, არა ვიღაცის მზაკვრული აზრის დასამოწმებლად მოყვანილი, არა ცოდვილის მომადუნებელი, მისი სინდისისათვის ძილის მოსაგრელად ტკბილ იავნანად ნამღერი, არამედ სიტყვა მხნე, მებრძოლი საკუთარ ნებებთან, საკუთარ სიამაყესა და თავმოყვარეობასთან, თავდაუზოგავი ბრძოლისკენ მომწოდებელი, როგორც სამხედრო მარში. ამიტომ გასაგებია დღეს ასე ძვირად რატომ ფასობს მართლმადიდებლური გაზეთი ხარება, რომელიც ძველი დროის მამათა სწავლებას ეყრდნობა და მორწმუნებამდე მიაქვს არა ხიბლისმიერი, არა ოცნებისმიერი სმენისათვის საამო, არამედ ჭეშმარიტად ცხონების მასწავლებელი, სულიერი ცხოვრების გზის ცოდნა. შესაძლოა ვიღაცამ გითხრათ, თქვენს გაზეთს ხარება ეწოდება. შესაბამისად, იგი უნდა იყოს დაკავშირებული ყველაფერთან, რაც სასიხარულო და ნათელია ქრისტიანობაში. მაშ რატომ წერთ ცოდვასთან ბრძოლის შესახებ, სხვადასხვაგვარ სულიერ სნეულებასა და რწმენის დამახინჯებაზე, მრავალ უარყოფით მოვლენებზე რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ გავიხსენოთ, რას მოგვითხრობს წმინდა სახარებაში მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარებისა და ქრისტესობის შემდეგ მართალი სვიმეონის მკაცრი წინასწარმეტყველება. აჰა, ესე რა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა და შემდეგ და სასწაულად სიტყვის აგებლად, რათა განცხადდნენ მრავალთაგან გულთას რახვანი. ლუკას სახარების მეორეს 34-35 თავები. ეს სიტყვები მიგვითითებს იმ სასტიკ მტკივნეულ სისხლიან უხილავ ბრძოლაზე, რომელიც უნდა დაიწყოს ადამიანთა გულებში, ქრისტეს მაცხონებელი სიმართლის ამ ქვეყნად შემოსვლის შემდეგ. ის სიხარული, რომელიც წმინდა სახარებას შემოაქვს, მხოლოდ მაშინ გახდება სრულყოფილი და ღრმად გააზრებული, როდესაც ჩვენ თავგაწირვით შეუდგებით გამოცდათა გზას, ვაშკაცურად ავიღებთ და ვიტვირთავთ ჩვენს ჯვარს უფლის სახელით, სწორედ ამას გვასწავლის გაზეთი ხარება. და ღმერთმა გაგაძლიეროთ, საყვარელნო ძმანო და დანო, ღმერთმა მოგანიჭოთ მრავლის მოთმინება, სიმშვიდე და თავმდაბლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოროტებასაზე და მდგომი სოფელი შეეცდება გაწყენინოთ, შეგაცფუნოთ და გამციროთ და თქვენს წინააღმდეგ ლანძღვა გინებასა და საყვედურებს, შებილწვასა და ფურთხებას ამოანთხევს. მაგრამ ყოველთვის იყვნენ და არიან კაცნი, რომელთაც წინასწარმეტყველების სიტყვისამებრ შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წფელად მოუბარი შეიძაგეს.